გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები დაბრუნდა დედაქალაქში, ნაწილი არც წასულა. დასვენებული დაასიცხული, კი. ენტეროვირუსებული. ნავირუსალი, ხო. კი, მე ძალიან რთულად გადავიტანე ენტეროვირუსი აჭარაში. აჭარაში რთულად გადადის, აქეთ გურიისკენ რო გადაგეტანა. ხო, და აი ვერ გადმოვასწარი და გამაგდა. რო გადმოგესწრო, საზღვარზე რო გადმოგესწრო, უცებ გადა. არა, მართლა რთულად გადავიტანე, ისე რთულად, რომ რაღაც მომენტში გავითიშე და არ მახსოვს რაღაც პერიოდი და თვალი რო გავახილე, თავზე ექიმები მოდგნენ. ეგრეთ წულად გახდი? ხო. მაგას ნიშნავს, რომ ვერ გადაიტანე. და აქეთ-იქეთ ჩემი შვილები გდნენ და ბღაოდნენ. ხო, ანუ ვერ გადაიტანე. ის წინა ცხოვრება წაიღო იმ შემა ენტეროვირუსს. შენი დიდი სურათი ცხوارდიდო. დიდი სურათი და ესეთი მაღალი მაგი და კორკოტი. დიდი ხორბლით მარილი და ზეთით. არა, გაი მეცზე გადავრჩი. ანუ შემოქონდა და უი ბოდიშნა გაიტანე. გაიღვიძა და გაიტანე. და ის თეთრი გადასაფარებელი წარწერებიანი მოხსნეს და შეჩურთეს და ჩორს არ წაიღო. და ის ფულფუშოებიანი ბალიში დავიდან გამოგაჩა. კი არ მოხსნეს. ცოტა ხანი ეფაროს. მაინც კონდიციონერია ჩართული და ამოგიყვანეს მაცივრიდან. ეს საქმეა რომ არა, ბათუმში სახში. სახში დაგემართა? მე პლაჟზე ვიცოდი. არა, პლაჟზე შევიძინე ეს ვირუსი. და სახში უკვე გამithარდა. შენ რა ქენი გიორგი ზაფხულში? აქ ვიყავი, არა. უსში მიყავი დასული. ამან არის ზაფხული რო იყო. აუნები შეკეთილი. სახლიდან არ გამოსულა. სახში გრილა. და სოკოლ კიდე იყოს. ხო. ჩამოგიტანა და გავაკეთე და გუშინთვით მართლა. გუშინი როგორ წავაგენ? არა, ხო, გუშინი იყო რა ტელეფონზე ელაპარაკებოდა იკოს ჯანელა რა, იმაში მივდივარო. საჩხერეში. საჩხერეში და ამიტომ თან იყვი ჩამომიტანებოდა და მე და ამან მაგრა დავცინეთ, რომ ჯანელას ჩამოტანილი იყვი და ჯანელას რომ იყოს კაცი დააბარებს. ჯერო იცი რა კაი იყო ჩამომიტანა? აი გადასარევი იყო. უშინ გავამზადე. არის ცნობა და შეაპარა ვიღაცამ, თორე კაგნიხზე გარცა მოიღე. რატო იკითხო დავგიო. არა, რატო? არა, ჯანელა თუ წამოიღე. რატო არის კაბაბში თელი ზაფხულია ჩართული, გაკაბაბდა რა. გათუ და თული კი არა ხდება თავით გადაშვები. ხო, თავით გადავედი, ხო. და ზაფხულის დიდი ნაწილი მეკაბაბის თანაშემწის პოზიციაზე გავატარე. რა როგორ მიდის თანაშემწის პოზიციაზე? ეხა ვიშოვეთ ამ თანამდებობაზე სხვა კადრი. შენ სად გადაგიყვანე კადრებში? დაცვაში. მე ვარ დაცვაში. არა, მე ვარ კადრების განკარგულებაში, სადაც გაუჭირდებათ იქ მეცა. აჰა. დაცვის სამსახური რაღაცა მაისურს დაითრევს და იქ იდგე. HR-ში გადაუყვანე. ხო, ისა კადრების გამო. კადრების განკარგულებაში. ნახავს, სადაც უნდათ იქით გადაგისვა. რაშვები, პირველი შედეგი. გუშინ მაგალითად მოლარე ვიყავი. მოლარე? კი. მოლარე ექსპედიტორი. მოლარე რა. რამდენი დაკარგეთ, რამდენი ლარი? რამდენი შეჭამე. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩამოვიდა მოლარე, არ გადამიბარებია. ის ქვითრის ჩამოსახევი ლურსმენ. არა. გვაქვს კილვა, რომელშიც ამქვითრებს ტენით და დღის ყოველს ვყრით. აჰა. კარგი ბიჭი. პირველი შედეგები როგორია? პირველი შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით, როგორც ქაბაბის გემოს მხრივ, რომლის სისტემატურ ტესტირებასაც ვამხურცი. ეჭვიც არ მეყარ. დღეში ორჯერ მაინც. ესე კონვეიერზე რო დგახარ და ყოველ მესამეს რო სინჯა. ხო, ასევე არა, სხვათა შორის აი მართლა მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რო ჩამოვედით მე და ბავშვები პირველივე დღეს გამოვიქეცით ჩვენთან, რომ ის კაბაბი გვეჭამა ისეთი კემდელია. ვინ ინტრიგანი არ გამოჩნდა უკვე? გამოჩნდა ინტრიგანიც. კი. კერძოდ რაში გამოიხატება? მუდმივი კლიენტი? რაში მუდმივი კლიენტები
ვართ. ერთი, აი მეორე და უცნობი მუდმივი კლიენტებიც ბევრი ყავს. რაში გამოიხატება ინტეგრალობა და ერთი ვარსკვლავით ამიწერა ვიღაცა Google-ში იქნებ რაღაცა მუხანათობა გაუკეთე. არავითარი მუხანათ. გათოსგან მუხანათობა არ გამოდის. თავის დაუნება. შეიძლება შემთხვევით ფეხი დაუცდა და დაეცა, მაგრამ ეს სპეციალური გათო მაგას არის. არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. მე მთელი ზაფხული უყურებდი YouTube-ზე ახალი პროექტია ფოტოსინთეზი. აგიჟებული ვარ. ესეთი არაფერი არ მინდა. რა მარჯვენამ გააკეთა. საერთოდ რა, მთელი ზაფხული რაზე ვფიქრობდი, რომ აი ხა, აი ამაზე არსებობს ესეთი არხი და რო არ გამოიწერს ადამიანი. ხო. რა გულღრძო უნდა ხო, ანუ უბრალოდ არ გაინტერესებს ეს. ხო, რა. მეც ვიფიქრე და აი ვისაც არ აქვს ფოტოსინთეზი გამოწერილი, იმაზე შეიძლება ქაბაბების გაცემა აუგრძო. ნახე რა სანქციები დაადო. მიქარავს ტრამპი. აც თუ იმხელა გემოვნება არა გაქვს. ფოტოსინთეზი და აფასო. ქაბაბში როგორ გაერთა რა, ხაბაბში რას მიპირე? მაგარი კოლაბორაცია. ფოტოსინთეზი და ხაბაბის კოლაბორაცია. არა, რა გინდა პირველი სპონსორი გაფუჭდა. ფულით ვერ შემოდის, მაგრამ დისკაუნტი. არა, იმითი შემოდის რა. გოზე დგომი. კი. მე საჩუქრები მაქვს თქვენთვის. ხო. აი, სად იყავი აქ? მე არ მე აქ ვიყავი, მაგრამ დადუნა იყო იაპონიაში. მე? და იქაურმა ჯიგრებმა საქველმოქმედო ორგანიზაცია. გამოგვიგზავნეს ესეთი მაისურები, ნახდი იაპონური ეს მოუწევს. XXL-ი. XXL-ი. აბა თუ გამოიცნობ რა წერია. იაპონურად. კაცები. თო რა კარგი ბიჭია. მათო ვერ გაიგებს. რა ნიშნავს არა. კაცები რო აწერია ესე. ეს ორი რა არის? არ ვიცი. აქ რა XL-ი? კაცები აწერია მართლა. კაცები და ისა. კლიპსი. ამას თუ ამოჭრით მე ვიტყვი რომ აბაზის ძმის კაბაბი აწერია. რატაც გინდა კი ბატონო, მე ვიტყვი რომ ფოტოსინთეზი. ახალძმა და ეს მე თავისთავად. ხო. თავისთვისაც მოიტანა საჩუქარი. კაი, მოდი, ჩადე. ჩავიეცი, რო არის თამაშო. ნახე უნიკლო ყოფილა. იაპონური ბრენდია. Made in China რატო არ აწერი? ხო და ჩემი Made in Japan არის. ეთქო დიდ ზომებს. რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც გამოგვიგზავნა? ძალიან დიდი მადლობა. არა. არიგატო. არიგატო. და მე 1-2 საათი თავი უნდა იქნება. არა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მართლა კაცები აწერია? კი. ესეთი საჩუქარი გავიგეთ. გვიდან შენ თვითონ რა ჩამოგვიდა? ეგ დადუნა. დადუნა კარგი გოგოა და შენ მე ხო გითხარით ენტეროვირუსი. მაგრამ ანუ ვეღარ აი, მოდი გამოგეთ. დავიწყოთ ახალი ამბები, ხო? არის დრო უკვე. კი. საქართველოს ერთსულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარებაში მსოფლიოში მეორე ადგილი აიღო. მართლა? ანუ ჩამ რაღაცას საჭკაობ. ბიჭო, ის არის, მე არ ველოდი, არ მეგონა, ანუ რაღაცა ქვეყნები მეგონა, რომ რუმინეთი არის პირველი. ხო და უცნაური ის არის, ნახე, პირველზე არის რუმინეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი კი ბატონო, ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, ხო და მე ბელარუსი, რაღაცა და მე რაღაც სკანდინავიის ქვეყნები ნახე, შვედეთი და ის არის სადღაც ბოლოში. მე ბიჭო სულ მეგონა რომ საფრანგეთი და იტალია იქნებოდნენ ლიდერულ პოზიციაზე. არა, ბევრს არ სვამენ ეგენი. მაგრამ სულ სვამენ. მე ცოტას. ხო, სულ სვამენ. მაგრამ ცოტას. კაი, მიეტუჩა ეგე მთელი ეგე. ვა, რუმინეთი არ მეგონა არანაირად. ანთიმოზივერიელია მაყებდა. რუმინეთი და აკაც მაშინც რო ანთიმოზივერიის თასი გქონდეს, ხანივად ეკნებოდა, ხან ჩვენ ვეკნებოდა. და ეს რა არის 16 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი წელიწადში, ალბათ. იმიტომ იყო საშუალო. TikTokeri რო კინაღამა ის. მაგრამ ეს αλკოჰოლი ხო იმითი პრომილებით არა, 14 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი. ან შენ რო სვამ ლულს, მაგითი ქვეყანას ქვემოთ წევ.
შენ რომ მაგდენი არაყი გალიო უნდა სამუშაო მაქვს მაგას ვიძახი რა. სამჯერ მეტი მას დადებ შედეგს, მაგრამ და უკვე ანდიმოზივერელიცის ჩვენია, გარდამავალი პრიზი. ესე ერთი ამოცანა მაქვს წელს ვინმე რუმინელი უნდა დავათრო. ეს ბოღმა უნდა ამოიღო. არა, მაგას ჯობია ვინმე აი რო არ ბოლოსკენ ვინც ის წამოწიოს? ხო. ხო, ამოქაჩოს ვიღაცა. იმიტომ რომ იქ რუმინელსაც ხო ეწერება. რასაც დალევს და ვერ გაუსწრებს. არა, თუ დაათრო ნიშნავს იმას დააგდებს და ეს გააგრძელებს კეიფს. რაც გააგრძელებს ახლა ეს რომ რუმინელს დააგდებს ეს რამის გამგზელება. რო ეგრე გეგონა ნიყუზეს და ხო ჩამოუტანა. მე ჯუჯა რუმინელს ავიღე. და უპატიჟე. ჩია რუმინელი. ხო, რა. შემდეგი ახალი ამბავი ჩინეთიდან. ჩინეთმა მსოფლიო გააოცა ტიბეტში 180 მეტრიანი კაშხლის დასრულებით. გასაოცარი კი არა რომ 180 მეტრიანი კაშხალი დაასრულეს. გასაოცარი ის რომ მთლიანად AI-ის მიერ იქნება, შენ არც ერთი მუშა არ მონაწილეობდა. ანუ ყველა მანქანები, მძიმე ტექნიკა, ყველაფერი მართული იყო ერთი მითი რაღაცა ბაზიდან დანარჩენზე გადადიოდა ბრძანებები და ფაქტიურად სხვადასხვა ტიპის დრონები დადიოდნენ და ანუ ადამიანი არ იყო და რაღაც ალბათ რაღაცა იმეებში იდგა ხო ვიღაცა ჩუბაკი რეგულირებელია რამე არ ეჩხუბათ ერთმანეთში ტრაქტორებს. რამე რო იყოს ამ ბავში კაცი და ბიჭო ანუ ესე იგი ხელოვნურმა ინტერნეტმა გადაწყვიტა და აშენა ელექტროსადგური. ხო არა გადაწყვიტა ადამიანმა გადაწყვიტეს ადამიანმა და ხელოვნური ინტელექტს გააკეთებინეს. მიდი დასწრე ერთი კარგი ელექტროსადგური ამიშენევა ესე უთხრეს და ხო მე მიშույთ. ანუ ჩვენთვის რაც არის ხელოვნური ინტელექტი ის არის. ისეთ შეცდომებს უშვებს ის ვერ აშენებდა ამას. მე რო რაღაც ვეკითხები ისეთ სისულელეებს გამოურევს. მე მგონია რომ ღლი მე მგონი რომ ეზიზღები. შენ ისეთ რაღაცებს ეკითხები რომ ამის მოშორების სხვა შანსი არ არის დებილობები თუ არ იცილებს რა. კი გაუხრო როგორ მოგმართავს? თქვენობით ფამილარობა არა გვაქვს ერთმანეთში. შეკითხვას ვეკითხებ და ის პასუხი. არა თავიდან არ ესალმები. ცნობები არა. მე ვესალმები. არა მეც ესე ადამიანური ურთიერთობა ამასთან ჩაუბრასდი. გაებუტე. ბიჭო რაღაცაზე ვეკითხები რაღაცაც ეს როგორი საათია და მეუბნება 6 საათი არ გამოსულაო. მე ვუთხარი ესე უგულოთ რატო ეწევ. და ჩაუგდე რომ ეს საათი რომელზეც ვეკითხები eBay-ზე ძდებს უკვე ნახმარი. ხო და Amazon-ზეც. ესე თქვა. უი მოგწერა? ხო, მაგრამ ოფიციალურ საიტზე არ უდევს მწარმოებელ კომპანიას და ნეტა როგორ მოხდა ესე იგი ფეიკი არის და მართალია. ჩაუგდე ოფიციალურ საიტზე ამ პროდუქტის. და აი ხო ძაღლი რო პატრონსებს ძაღლი რო პატრონსებს გო თამებს გავს ხო და იცი რა გიყი შენ ძღლი შენ ჯიგოთი მოგმართავს ხო ძღლი რა მაგარი სიტყვა შენ ძღლი ჯიგოს გეძახის ხო შენ მა ჯიგოს გეძახის ხო ხო გეძახდა ცოტა ხანი ვეძახი სხვადასხვა სახელებს ChatGPT-ს ჯიპოს ვეძახი და ის დათოს დათო ძმაო ესე მომარ მე ძმას მეძახის ChatGPT ხო როგორ ახარ ძმა? ისა რო ჯემინის ჯემოს ვეძახი. ჯემსონა და ის გარო გავარჩიო. შეხოთებ ჯემსონა და უზა. ჯემსონ მოკითხვა. ჯემსონას და უძახებ. ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში ანუ ხო. ფრინველის მიერ ჩამოგდებული თევზი ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა. ფრინველმა მოიტაცა თუ აიტაცა თუ რა ვიცი რა ქვია თევზი დინარიდან მიფრინავდა დინარიდან 3 კილომეტრში დაახლოებით როგორც ჩანს დაიღალა ამ თევზისთან ან რამე კონკურენცია და თევზი ამასობაში სიგარეტს ეწეოდა არა რო ჩამოვარდა გაუვარდა ბეჭოკი ან სტრატოსფეროში აიყვანა და იქიდან რომ შემოვიდა თევზი ხახურის სფეროში აალდა ეგეც შეიძლება
არა, დაეცა სადენებს დაეცა. სადენებს ალბათ ჩაწყვი და იქ მე მიედო. საწყალი თევზი, რამდენიმე ნახა ცოტა. წყლის მეტი ხო არაფერი. და ბიჭო, თევზი ხო შტერი არის, სამწამიანი მეხსიერება, აქ ვერაფერი ვერ დაიფიქრა. მარტო ბოლოს რო იწვებოდა ის დაიმახსოვრა რა ისე. სადენებს რო დაეცა. მართლა სადენებს დაეცა, როგორ გაარტყა ბიჭო რა, მაგის რაღაცა თუ არ არსებობს. რაღაცა არსებობს, ხო სულ ვიძახი. ხო ძალიან მსხვილი სადენებია კანადაში. და დიდი თევზი. მსხვილი არ არის, ხელია, მაგრამ თხელი სადენებია და დიდი ტერიტორია. აწერია, თევზგამძლე არ არის. როცა თევზგამძლეა სადენი, მას აწერია და ანტიფიშ. ხოიცი როგორ არის თან. რო იტყვიან. რო არ ჭირდებოდა აქამდე. ეხლა უკვე დაიწყებენ უკვე თევზგამძლეების გამოშვება. ხო, არა საჭიროა რა. აჰა. ეხლა სტატია ინტერნეტიდან გაინტერესებს? ეხლა თქმა უნდა. მიწის ქვეშ ჩადებენ მაგ სადენებს და მე იქნება ნიუსი რომ თხუნელა თევზი შეათრია მიწის. წარმოიდგინე სადენ. და ფაზაზე დაადო. და თევზი ხო სველია და ეგ ის მიცა რა. ჯერ ბრიტანელი მეცნიერები რაღაცებს იძახიან ხო მაგარია და ეს იწყება ძალიან ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით. უკვე ძალიან ისე ვარ ტრაპი. კი, 150 მილიონი წლის წინ გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზი, დიდი წვლილი რაც შეიტანეს, არის დინოზავრების ერთ-ერთი სახეობა, კერძოდ ზავროპოდები, რომლებიც გამოყოფდნენ დიდი რაოდენობით გაზებსო და ამის ბრალია. ო, ზავროპოდებიც, ეგენი და მეზოზოზავრები ესე არიან. გაზებს გამოყოფენ დიდი რაოდენობით. გამოყოფდნენ. და ეთყობა გახურებულ გაზებს. და გლობალური დათბობა გამოიწვია მაგა. ბიჭო, ნახე რა მხელა არის. ერთ-ერთი მიზეზი, ვარაუდობენ ერთ-ერთი მიზეზი. ეს უკვე ნებისმიერი რამე შეგიძლია თუ შეიძლება შეიკრიბნენ და თქვეს რომ მოდი ერთად გამოვშვათ გაზები და იქ დაენძრა სამყარო. დედამიწას. ერთად ბუთხეს. ერთი. ოპა. თვითონ დაერხათ თორე დედამიწა კი არა. ხო და ეგრეა. ო და ეგ ადამიანიც ეგრეა. ამიტომ ეხაც და შეიკავო ხოლმე რა. ერთ-ერთ მიზეზად ამბობენ, ეხლა რაც არის გლობალური დათბობის ნიშნები, ძროხის გაზები. კი, ძროხის გაზები. არის მიზეზი და არა ძროხის გაზები უფრო მნიშვნელოვანი ის ყოფილა პრობლემა გლობალურ დათბობაში, ვიდრე ავტომობილი. დიახ. ანუ ესე იგი ძროხა თუ არის, დიდი პატარა ძროხა თუ ამას აკეთებს. ძროხაზე უარი თქვა, ეს პატარა ძროხა თუ ამას ახერხებს, ზავროპოდები რას იზავს? ძროხა ძალიან ბევრია. ადამიანმა მოამრავლა. ზავროპოდებიც ბევრნი. ეს ზავროპოდი ის არის, ხო? იმაში ჯურასიკ პარკში თავიდან რო ხედავენ. ეგეთი ბევრი სახეობა არის, სხვადასხვა. დიპლოდოქტები არის კიდე და ბევრი არის. ვიზუალურად ხო. დიპლოდოქტები უფრო ნაკლებ გაზებს უშევდნენ. ისინი უფრო რწყევა. აზიდებთ. და მაშინ ლობიოს დიდი მინდვრები ხო არის ხო? აი შეიძლება მანდიყო მიაგნეს და აი მან და სადაც წვრილი იყო იქ გაწყდა. ან პრეისტორიული ლობიო. აი თითო ლობი. ის ლობიოც გადააშენეს. გადააშენეს და გადაჭამეს და მე და კი ნახე რაც მოხდა. ბიჭო, გაზებმა როგორ გამოიწვია ესეთ დათბობა? ანუ არ გამოუწევია, ვარაუდს გამოთქვავენ, უკვე ნიშნავს რომ დამანებე თავიო. ნუ მეკითხე. ჩვენ რო გამოვთქვათ ვარაუდი რომ ის სიყვების ცემინების შეიცვალა დედამიწა მღერძი რა რაღაცა. ხო, გადაიხარა, ოდნავ გადაიხარა და მაგიტო არის რომ ისა ზაფხული გაიწელა. ხო, გაიწელა. შემდეგი ახალი ამბავი სანამ უფრო სისულელეები ვთქვით, ჩინეთში მშენებლობას 50 მეტრის სიმაღლის გასაბერი გუმბათი გადააფარეს, რათა მშენებლობის მტვერს გარშემო არ შეეწუხებინა ხალხი. დიდი მშენებლობა იყო. აშენებენ და გადააფარეს აი ეს და გაბერეს ეს გუმბათი. ჩიხოლი. შიგნით რაღაც ადიალო. შიგნით იმაშვებინა. ხო ცნებს რა ხდება ის რაღაც. არც მტვერი არ გამოდის და არც ხმა. ხმა ალბათ გამოდის. ხმაზე ხო არაფერს არ იძახია. არ მგონია რომ ის იყოს ხმა გაუმტარი. აი დინოზავრებისთვის რო ეგ გადაეფარებიათ. და იქ გამოიშვათ გაზი. არა, მაშინ რა მოხდებოდა, ეგ ძალიან გაიბერებოდა და დედამიწას წაიღებდა. გასაბერი ბუშტი. ოდნავ გაწევდა. ქარი რო იქნებოდა, ესეთ ქიქით წაიღებდა. იმას ყინულის სასახლეებს რო დგამდნენ ჩვენ. ხო. ალბათ იგივე პრინციპი ისიც ხო გასაბერი. ხო.
ვიღოთ ეს დიდი. ხარ ნამყოფი მანდ. ამას ღამე ჩუტავე და ის ზევზევავე შენებლები ჩუტავენ რა მაგარი და ჩუტა. და უშვა და ნებისმიერი გასაბერი რაღაცა იჩუტება. კი, დასავლეთში დაჩუტვა ქვია მაგას. აგრიშკა დამეჩუტა. ბოლმა დაიშვა. არა, იჩუტება. იჩუტება. მეც მასე ვარ. არა, ვიცი, მაგრამ რატო ქვია? ჩუტა სუფთა ქართული სიტყვა. ეგეთი ხმი არის, ჩუტ, ეგეთი ხმა გამოდის? ჩუტ, ხო და არ გამოდის, რომ იჩუტება. და დაიშვა. არის ხმა. მაგრამ მაინც დაიჩუტა არის. დაიჩუტა, არა. ბუფტი არ დაჩუტებია. კი, აბა. ხაფე დაჩუტავ. დაჩუტავი კეცა. მინახავდა ბერავი. ვიღაც კაცი არის, პატარა კაცი არის. ჩუტავი. ძალიან ბერავი და ჩუტავი. ოღონდ როგორ ჩუტავს? აი თავი და ხოხარს გავა. მე დააგებს და სევიდა ნაწყვება. არა, ზევიდან გამოწევნა ეს. ეს შევაშებრო, ბოლომდე გამოუშვას რა ის აერი. გიორგი გაუგნებულია, ვერ გაიგო რა ხდება. ამით დღევანდელი ჩვენი ახალი ამბები დასრულებულია. მოგეწონა? ჩუტვაზე? შენ ჩუტავი მოგეწონა თუ გაზი? ძალიან მომეწონა, ორივე მომეწონა. ორივე არ შეიძლება ერთი უნდა მოირჩიო. არა, იმითი უბრალოდ ისა გაოცებული დავრჩი. გაზები? რამ გამოიწვია. აბა ბიჭო. არა, არასწორ სიტყვებზე აკეთებ ისევ აქცენტს რა. ზედო. ვარაუდს გამოთქვამი. ხო, მე ხო, მაგრამ ხო, არა უცხო რაღაცა ფული ამანად შეიტანა. აი რაღაცა მილიონი წლის მერე ამ პლანეტაზე ხალხი რო იწყება, შეიძლება ჩვენ დროს რო დათმობა, ისიც რაღაც ეგეთებს დააბრალო. თქვათ გომბეშოების მოვლენებამ გამოიწვია დათმობა. კი, რაღაცა. და ჩვენ აზე არა ვარ და გონია რომ უბრალოდ ცხება. აი გადავიდეთ მილი უნდა ყოფილიყო მაშინ რა და გადავრჩებოდით. გადავიდეთ ჩვენი გადაცემის შემდეგ ნაწილზე. ტრადიციულად ეს არის ხოლმე სტუმარი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ირმა სოხაძე. გამარჯობა ირმა. გაგიმარჯოთ კაცებო. რა ვიცი, როგორ ახართ? ჩვენ არა, კარგად რა. სათითაოდ მოგიკითხოთ რა აგინათ. როგორ მოხდა რომ ამდენი ხანი თქვენ აქ არ ხართ ნამყოფი? იცი რა, მეც მიკვირს, მაგრამ ეხლა რომ დამპატიჟეთ, ისიც ძალიან გამიკვირდა. აჰა, კარგია რომ მე მგონა ისე პირველ არხზე ხარ და სულ გადავირიე რომ დამპატიჟეთ და აღმოჩნდა რომ კაი ხანია უკვე YouTube-ზე. ხო, ჩვენ YouTube-ის ხალხი გავხდით რამდენი ხანი? არა და გიყურებთ, მაგრამ მგონია რომ ისე პირველ არხზე ხართ, გიყურებთ ხოლმე. აი, ესე რაღაცა ისა. დაისვენეთ საფულში. 12 დღე დავისვენე შეკვეთილში ერთ ძალიან პატარა ჩვენ საყვარელ სასტუმროში. მე ლუწი რო არ შეიძლება დღეები დასვენების. მე პირიქით ვიცოდი 13 არ შეაბა, გამოვარდით მე-13 დღეს. არა? თორი აპირი. თუ თქვენი, ასე ვშურდეს. სად დაისვენეთ? შეკვეთილში, პატარა სასტუმროში. ზღვა კარგი იყო. დიჩი არავის ეგონოს, გვადასარევი. აი 11-12 დღე იყო არაჩვეულებრივი ამბავი. დელფინები იყვნენ? იყვნენ ერთხელ გადაცურეს ეს. სიმინდის გამყიდველები. ნუ მაგათ ვენაცველი, მაგათ რა დალებს საყვარლების ემეცოდებია. ისა შეკვეთილში იმიტომ დავდიო რომ საშეკვეთილო ძროა ვიცი, ხო ესეთი წარი. ვიცი რა მეცო, როცა მინდა დავდგენ შეხსება. არც ბავშვების შეშვების მეშინია, არც ჩემი შეცურვის მეშინია, გარდეს საჩემო. ეგ მაგალითს რა ცოტა ჩაკოზული რო ხარ და ვითომ ცოტა. არა, ნაი სადა ხარ, იცი აღარ ჩანს, აღარ ნაპირი არც არის. ფეხა ისეა წყალი. საოცარი ზღვა არის. და თან ქვიშაა რაც თავარი. ხო. მე მახსოვს რაღაცა სასტავი იყო შესული, ჯგუფი. ისე გადააკეთა. ჯგუფი და ვიღაცამ დაუძახა, ამოდითო და ეს ხო იყვნენ ზღვაში და უცებ აღდგნენ. წამოვიდნენ. ზეთი უცნაური დასანახი იყო, ცოტა და ყველა აი აქამდე მოხამდია ზღვა, კი. ეგ ბევრგან არის ფოტოშოპში. ნუ აბა როგორ მაქს ხარეში აი სოფლიოში ბევრგან ზღვია. ჩვენთან მარტო მანდარი მე. ხო. შეკვეთილი გრიგოლეთი, ურეკშიც არის, მაგრამ აი ყველას ვიცი, ძალიან მიყვარს. იქით არ არის, აფხაზეთში არ არის და ის კომენტარი. ძალიან ისეთი, სხვაშორის არც სანტეროვირუსი არ იყო, მინდა გითხრა. არაფერი ეგეთი. ძალიან წყლარა შვიდა, იქ სულ ბათუმში იყო, იქ დაჭარაში. ინტერვიუსიც არის, ყო ნუ ვერაფრით ვერ არაფერი არის. არა, გავერთეთ ძალიან. რაც ასაკი მემატება შემიყვარდა ესე შვიდი და წყნარი დასვენება ბავშვებთან და ოჯახთან. არც ადრე ვეყავი ახლა დიდი კლუბების დასიგიჟის მოყვარული, მაგრამ ასაკი თქვენ როწეთ რა კარგია და რამდენი დადებითი მომენტი მოაქვს, არ შეგეშინდებოდა. არ შეგეშინდებოდა. სუმაბულინგებენ. ხო და მე შენზე უფროსი რო ვარ, იმიტომ გეხა მხარს გიჭერ. ჩემზე უფროსი. ამას ამოვჭერ. მე 66-იანი.
რას მელაპარაკები? მე რამდენიანი ვარ თუ იცი? მე წელს იუბილე მაქვს, ახლა ნუ მალაპარაკებ ამოჭრით. რატო ამოჭრით? მე 70 სერიოზულად. აი ეს დამიტოვეთ რა. თქვენი აი ეს ესე. 70-ის ხვდები ორთვეში. აი ეს ეფექტი. მართლა ვიბატებ. რას სვამს? ხალბატონო იმას. თქვენ ხართ ვამპირი. შენ რო დაიბადე ხალბატონი ირმას ვიდეოები პოლონეთის ტელევიზიით გადიოდა. შეგინაცვა როგორ ახსოვს? იქ ხედა არც ეს არის პატარა. სამწიდან მღერის მე რო დავიბადე კი არა. მამა ჩემი რო დაიბადე. მაშინაც მღეროდი უკვე პოლონეთის ტელევიზიაში. რანაირად ახერხებთ? რას? სიმღერა? ფორმას. პოლონეთის ტელევიზიაში სიმღერა. კი, სად არა? რატო პოლონეთის ტელევიზიაში? იმიტომ რომ იყო ეგეთი კინო, რეციტალი ერქვა, ხა გამახსენ, სად გაგახსენდა, გიო. ამას ისეთებია. საოცარი მახსოვრობა. მე და იმან თუ იცის შენმა ხელოვნურმა ინტელექტმა კითხი აბა ირმა სოხაძე როგორ არ ეცოდინე პოლონური სიმღერა. პოლონურ ტელევიზიაში რა კინო აჩვენა თქო, მართლა არ იცის ნუ გამოურიცხავთ მე ან იცის რაღაცებს სწორად რაღაცებს ისეთ სულელეს და აბრე ეგ არის ჩემი მეგობარი, მან ველაპარაკები კლოდია თქვენი ძმა? კი, არ ვიცი სახელის ხოთეშვილს. კლოდი მე ქალი მგონია, იმიტომ რომ რაღაცა ჩემიც კლოდია. შემელაპარაკება რომ მგონია რომ დაქალი. კლოდი და კლონი. კლოდი. ხო და რა არის თქვენი საიდუმლო სანამ ეს გაარკვევს ინტელექტთან აი რო სუფორმაში ხართ. არ ვიცი, არაფერს არ ვაკეთებ ესეც განსაკუთრებულად. არაფერი არ მაგაკეთებ. ეს რაღაცა იოგები და რაღაცები არა. ხო ან ყვება. ფეხით დავდივარ, სწორად ვიკვებები. აუზი მაქვს. გენეტიკა შეიძლება. ჩემი საკუთარი კი არა, მაგრამ ჩემ სახშია. რა უკითხო ირმა სოხაძეზე? რა ვიცი, პოლონურ ტელევიზიაში თუ გიცი რო იყო თქო, ეს ინტერესებს ჩანელას. კიდე რა? ფეხი დადის აუზე დადის კოწორი ყვება და მეტი რაღაც არ ჩანაგა. და გენეტიკა თავისაშვები. დღეში 10 სუდოკუს ვაკეთებ, რომ ტვინი თქვენ არ იცით რამდენად უკეთ ვაზროვნებ ახლა ვიდრე მაგალითად 10-20 წლის წინ. ვერავის ვერ ვცნობდი, სახელები მერეო და ადამიანებს ურევდი, რაღაცა სუკაზუსებში ვეყავი და უბედურებ. აი ჩემ ხელები გახდებით, გაგიჟდები, როგორ მოდი მახსოვრობა გაგიხდება, თუმცა სახელები ხაც მერეები. რომ მოვედით, ბავშვი დამხვდა ქვევით და სუდოკუ ჭა. სალომე ხომ ირეკავდა ეს დღეები. აი სახელებზე რა თქვენ სახელები კი ვიცი, ხა დიდი ხანია, მაგრამ მაინც ვიძაბები ხომ რა კიდე რაღაც სხვა არ თქვა. ბავშვი დამხვდა ქვევით და ვაი მეთქი, სალომე მირეკავს და უკვე დამხვდეს ქვევით. ეგ ეცოდია. თამუნა თქვენ ხართ თქო, არა მე მინუცაბა რომ სალომე ზეიტარიო და თამუნაში ვინ არის რატომ იცი მე თამუნა კარგი არ არის ხო თამ აი ესეთ რამეები მომდის არა უშავს კაცო ეგ მეც მომდის ხა ამას წინათ ჩემი შვილები იქ ვიყავით ერთად ბახტრიანზე რა რაღაცა და ბებია ჩემს ეგრე ერეოდა ხოლმე სახელები და ზუსტად იგივე დავემდა ეკა უი სანდრო უი ხო ის მიხვალ იმ სახელებს უკვე დაგეწყო შენ და მე აღარ მაქვს ეგ ადრე მირეოდა სულ მოვადმანდობდე და გამიulis იმე ბახტრიანზე კიდე მე დაცხე აქ ისტორიებს ყვებიან თუ მარტო თქვენ კითხოთ კლასობ არა ყვებიან ბახტრიანზე გამახსენდა და სახელების არევაზე ერთი ისტორია მაქვს ძალიან სასაცილო ბევრი მაქვს აი ახალგაზრდობაში ეხლა აღარ მერევ არც სახელები არც ტელეფონები ნუ ასე შეიძლება მინუცა და არც მეუბნები ეს მინუცას ვიხსენ არც ეცარა იცი რა ხო გაია და კი აბარა ხო და მოკლედ დედაჩემი საყვარელი ცხონებული ცოცხალია და წავიყვანე ექიმთან მოვიყვანე და ლიფტი მოკლედ გაფუჭებულია რა ვაკეში მეხუთე სართულზე ნავიყვანო ფეხით ბახტრიანი რო გამახსენდა რომ მე-9-ზეც იგივე ანალოგიური ისტორიები იყო და ნუ ლიფტი ორი უნდა ვიპოვო ხო რომ მოვიყვანო რომ გამიკეთოს ლიფტი და ლიფტი ორს ქვიაო ალბერტიო დედაჩემ და ვიცი მოთხარ კაცო მიწერია ტელეფონი და ნახე ეს ალბერტი და ურეკავ ბლოკნოტების პერიოდი არა უკვე მობილურებზე ხა 6 წლის ამბავს გიყვეთ აი ეს გავსეჭდა და ვიპოვე ალბერტი მაგრამ ალბერტი ყავდა კიდე ერთი სტილისტით მის სასაყვარელი ბიჭი და ურეკავ ეხა რომ ალბერტ მეუთხე მე ქალბატონო გენაცვალე რა იყო მეუთხარი არ ვიცი ეხა როგორც გინდა დედაჩემი ლიფტთან ზის ვერ ამყავს ეხა მოდი უნდა ამაყვანიო გაგიშდა ბავშვი მოვალო მაგრამ რა გავაკეთო რა გააკეთო მე ლიფტი უნდა გააკეთო მეხუთე სართულზე მე მარტო ხო ვერ ავიყვან როგორც გინდა ესე ალბერტთან ერთად შანსი გაქვს მე უფრო მეტი და
რა წამოვიღო? მე თქვა რა ვიცი მე ინსტრუმენტი რა მიგუძები ჩაყარა ყველაფერი შიფცები. ემზადო საყვარელი ბიჭი. ბიჭო რა საყვარელია. მოდივარო მეუბნება და მისამართიო რა მისამართი მეთქა ბაშიძეზე არის ციკათო ჩემი სახლი და აბაჩქა არა გელოდები მეთქარი დედაჩემ ლიფტთან წევს ვერ ვაყენებ. ნუ გაგიშტა და ცოტა ხანი დავდივარ ხა წინ დაუკან დედჩი მართლა ვეღარ დგება ხა მეხუთეზე ვერ ავიყვან შანსი არა და ტიპკიდეს ტელეფონში სერჩავთ რა ქვია იმას და უცებ ალბერტი ლიფტი ამოხდა. და თურმე იმას ურეკავ ხა რა შევიდი მოვდივარ ქალბატ ის მართლა მოდიოდა და ყველა სასაცილო იცი რა ეს მოვიდა ესა გზაში მიუსტარი არ მოხვიდე მე ვთხარი სხვა ყოფილა თქო მოსული უბედურება არა იცი რა იყო ყველა სასაცილო იმ ალბერტს იმ სტილის რა უპატრონო ვეგონე რომ მის მეტ ვერავინ ვერ ვნახე რომ და ამაყვანიეს პასუხისმგებლობაც იგრძნო კაცო მე რო დამიეკა ორბოდა გმირთა მოდანზე ვარ უკვე აი ამოვდივარო ან შეიძლება იფიქრო აზე რახან ეწყება სახელი პირველი ხო ისეთი გაჭირებულია რომ პირველი არ ვიცი დაიფიქრა ისე მაინტერესებს როგორ მორბოდა იცი საყვარელი აი მოვედი ქალბატონო როგორ არა ვარ მე პოლონეთში ერთხელ ეხლა არა არ გითხარით იქნება ვარიანტია შენ ცუდი ჯიპიტი ხარ აი ნახ მაინც წაგიკითხავთ ეს თქვენი ისა მე ვარ ეგასაერთო იმან დაგიწერა იგმა დამიწერა რომ პოლონურ ტელევიზიაში მისში სტუმრობის ან გადაღების შესახებ არ მოიძებნა ინფორმაცია ღია წყაროებში. ძალიან გასაიდუმლოებული წყაროა გზა. როგორც ჩანს, იგი ძირითადად ქართულ მედია სივრცეში მოქმედებს. თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლონურ ტელევიზიაში იყო, მივაწოდეთ დამატებით. აბა ერთი შენ რატო იმიტომ რომ შენ ყავს ბანძი ინტერნეტი. ისრაელის ტელევიზია გითხარ. 1967 წელს პოლონეთის ტელევიზიამ გადაიღო 15 წუთიანი მუსიკალური ფილმი სახელწოდებით რეციტალი. რომელშიც 9 წლის ირმა სოხაძემ შეასრულა ჯაზური სტანდარტები. ესე ქვია ჯაზური სტანდარტები. კი ბატონო. კი ბატონო. აჰა, ცოდნია? ხო, მაგრამ ეს არის ისა ვიკიპედია. ChatGPT? მე GPT ChatGPT-ს კითხები. აბა შენ ვის კითხე? კლაუდი არ მითხარი. კლაუდი ვინ არის? ალბერტის მიწე. ალბერტს მიწერე. კლაუდს კითხები. ვიქტორს მიწერე თუ სტილისტის მაინც მითხარი. რომელი უკეთ იცნობს? უნივერსალი. კონსტანტინ ჩიჩიშვილი ყოფილა რეჟისორი. ჩიჩიშვილი. აი ესე ვერ გადატარგმნა. ჩიჩია, ჩიჩიშვილი. ქართელი კაცი. ალბათონო ის გახსოვთ რომ გოგიჩას გამიშოუში რო იყავით და კლიპი რო გადავიღეთ მე რო ცეკვავდი თქვენს უკან მართლა შენი ხავი პატარა ბიჭი თქვენა გოგიჩას გადაცემა მიყავდათ ხო ეკიო ჭანტურია გოგიჩას გოგიჩა და ჭანტურია ორი დიდი ტელემაგნატი და ესეც საოცარი ადამიანი მე და ჩემ რეჟისორმა ლუზარ ჩხაიძემ ვიპოვეთ კავენში მახსო ვიყავით ყველა ვიყავით წეში კომბოსტოში უფრო უცნაური ხდებოდა ხო და მოგვეწონა ორივე და მართლა ძალიან გახსოვთ ის ოქტაგონი კაცო მილიონი სიყვარული მილიონი ბედნიერება მაგრამ დღესაც მღეროდით სანამ თქვენ განხდით ეგრე რომ შემოვედი აი მე მოგვერი ეს არის მოგვერი და მე კარგად ვერ მოვედი გოგიჩას ყავდა 0 ჩესტი მაშინ რა და სულ უფუჭდებოდა ძველი 0 ჩესტი ნახმარი ყდა $300 წვამე იყო ხო არა თეთრი იყო ესე მახსოვს მე მახსოვს რომ ფერი არ ქონდა პეჟო პეჟო ისა არა პეჟო მე ყავ ხუთად რო გადა მე რა კარგად მახსოვს ეგ პერიოდი აი რომ წერდით დილღომში არ იყო ჩაწერები დილღომში იყო ჩაწერები და 3 დღე შევთავიჯეკეთ სახში 2 მაინც და ნუ წინასწარ რაღაცებს ვაკეთებდით ხო სცენარი ჭირდებოდა ხალ ჭამდით გოგიჩას კარგად იხსენებს ის ეგარ გათიხსენ არც ის 2003-4 წელი 1-2 წლები 1-2 3-4 უკვე სხვები იყო კი მართალია ხან რა ხდებოდა თებში ხელით ეკავათ ბიჭებს და რაღაც უბედურებები მაგრამ ისეთი პოპულარული იყო მაინც ეს გადაცემა და ისე კარგად მახსოვს კი ძალიან კარგი კანტურიას მოვიდოდა ხოლმე ფლად გადასარევი გამოდიოდა თუ რომ ერთდროულად 8 ადგილას რო იყო ერთხელ იქ დარეკა იქ მოვიდა და დათო მიაკითხა რომ მომიყვანოს სახში ჩემთან და კარგი ვიღაც ელაპარაკება და მოდივარ შენთან რა სად მიდიხარ გოთ ირმა გველოდებ მოდივარ კაი იქაც მოდივარ ამდენ ვიღაცამ დაუძახა მოდივარ იქ რაღაცას აკეთებდნენ იმას და ბადარდუბალას თუ რაღაცას და იქაც მოდივარ
რა შვები მეკითხა აბა რა ვქნაო მითხრა ეს ქრისტოვატული პასუხი აბა რა ვქნა არის აი კლასიკა რა აბა რა ეკნავა როგორც ხوارეთ ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი რა დინარეობიდან არის ხო თქვენ არ გახსოვთ მე რომ ცეკვავდით თქვენს უკან ეხლა გამახსოვდა და ძალიან გამიხარდა როგორ არ მახსოვს მაგრამ შენ თუ იყავი არ როგორ ემახსოვრება ასე ხარ მოვიხედავ კამერას ხორში რა ცეკვავდი რა მე რა ღვეროდი რა შენ ცეკვავდი რომელი წელი ვარც ეს არის 2003 თვითონ ვერ იხსენებს რას ცეკვავდა და ეს არის სტუმარს თხოვს აი ვღეროდი ნეტა მილიონი ცეხარო ამერიკაში როგორ გავიდა აბა რა სიმღერები მე უკან ცეკვავდი 500 სიმღერა მაგრამ მღერი ეს იცის ყველა მდანჩენი არავინ ხო იცი ჩემი ეგ ის არის ხოლმე ხო ზარია ეგორა ცოცხალი ყოთ მე ვიცი ეგ მართლა ის იყო ჩემი ეს რაღაცნაირი 500 სიმღერა გა 500 ესე თუ სიტყვაზე არა სიტყვაზე არ მithქვამს კი ბავშვობაში უკვე 300 სიმღერა ვიცი თუ სუფრაზე რო გიმღერია მაგებს ნუ ახლა სუფრულები არანაკლებად საინტერესო ქართული სიმღერები შეიძლება მივაწვანო კითხია ბალეთი რა სიმღერები იცის მე დრო როგორ გავიდა მეტი არაფერი იცი მართლა შენ არავის გავხარ არ იცი შენ არავის გავხარ ვიცი რომელი ვიღავით ერთად სხვაში როგორ არის ამაზე რაღაცა თქვენ წიღადავეთ ერთხელ შინჩეო ბატონო ჯერ ქალებს გვესროლეთ არ იცი კეკეკას სიმღერა კეკეკაც ჩემი იყო თან ვენახე შეჭამა პირველი ვერსია კი ბატონო ეგარა მოდი ვნახოთ ვენახი ეს არის რომელი ბეკეკა ის ფილმიდან არა მე მანანა თოდაძე არ ვარ გამოდი მამა მე ვგა ჩემ ბეკეკა გაგახსენდა არა შლებით მანანაში ხო მე დავაკვირდი ჩაჩიც მანანაში და მოიყვანეთ მანანა ამდენ შეცდომა საჭებია რანგული ბაღავი რანგული მანანა მოიყვანეთ მანანას ირმას ეძახის ეს არის ესე იგი მანანა კი არა ზოგადად ჩემსავით ალბერ სიმღერა წერია ბაღაყის ხო მე ხო რატო ეს ChatGPT-ია არ მახსოვს შეიძლება ეგეც სიმღერა არ არის ბაღაყის სიმღერა მე მახსოვს ვიოლინო ტარატარატარატ კვა არა ეგ მე არ მომღერია საორღანო შესრულება მამაო ჩვენო მამაო ჩვენო ოინავ ჩემო კაცო ოინავ ჩემო არ გახსოვს ოინავ ჩემო როგორ ურევს კი რაღაცები ეს ჯერ ახალგაზრდა ჩემი არ ყავს მეც ურევდი ახალგაზრდობაში არაფერი და ინგლისურად როცა ეკითხები არ ურევს ეთქო მეტი რუსულათაც ნაკლებად და ქართულად ვერ არის გაითარგმნა და იმერული აქცენტი საერთოდ გაგნებაში არა არც მეგრული არის არც მეგრული 14 ბუშტი დეიჩულტა საერთოდ არის მეგრული თუ იცის აბა კითხე რამდენი წელია ზღერი ხართ ой მე რა 4 წელი დავმღერი 65 ესე იგი არა არის ანუ კარგად ხო არის რომ ადამიანს რაღაცა 20 წელი ძინავს, 8 წელი ჭამს, 1 წელი ახველებს, 25 წელი მღერის. 65 ბიჭო, რა 25? 65. ჭამში რა. ჭამში 65. ახლა დაუჩერებლა? ო, მარტო სიმღერები და მარტო სიმღერები გაუჩერებლა? ანუ რაც თავი გახსოვს? რა თქმა უნდა, რაც თავი მახსოვს, მართლა 4 წელი ამღერი და. არა, სულ მანამდე ცხოვრობდა სცენაზე. გაგიკეთებია თუ არა, სულ ეს იყო. პიანისტი ვარ მე, კომპოზიტორი ვარ, კონსერვატორია, მაგრამ მუსიკის გარდა ხატავ ჩემთვის კარგად. პირველ ახსენე ვიყავი. პირველ ახსენე ვიყავი, მეძეც ვიყავი. პოსტინგზეც ვიყავი. კარგია რა ჩემთვის კარგად ხატავ. ეხლა ვეღარ ხატავ. დრო აღარ აქვს, მაგრამ არა, ესე არ ხატავ, თქვენ შეგატოხოთ. ისე არ ხატავ, მე შეგატოხოთ. გამოფენელი ვაწყო ეხლა დაგხვდი. დიდი ხატავთ რაღაცა საღებავებით თუ პასტით თუ ზეთამდე ვერ მივედი, ამიტომ არა, პასტით არა, რატო? აკვარელით, პასტელით, გრაფიკა მიყვარს ძალიან, მიყვარდა ყოველ შემთხვევაში. კარგად ხატავდი მართლა ბავშვობაში. და პორტრეტებს ხატავთ. გადამპალია. ყველაფერს პორტრეტში ხატავ. პეინტში. კომპიუტერის პროგრამა. დაგინდა ჩემგან. ხან
ანანას მეძახე კამპეინში. წავიდეს. რას გადამეჭი? აკეთილი ყავს გიორგი. ამის იუმორზე ვგიჟდი. პენჩი ხატო ყველაზე კაი არის. არ მისინჯი, აწევ სინჯი. მაუსი გიჯი, არც ხელი გესწრება. ხო, ეგრე ხატო აკაც, მაგას შენ ციზავ და მე მართლა. არ გინდო და შეშიგირა. მე მართლა ხატავდი. მაგრამ საჩუქრების ნაწილზე უნდა გადავიდეთ, სასიამოვნო ნაწილია ხოლმე. ძალიან. კი, საჩუქრები, ჩუქებად ვიყავ და მიღებად. ვაიმე, რა სერიოზული ვიყავ. პირველი საჩუქრების დირექტორი არის დათო და დათო გაგაცნობთ რა საჩუქრებია. დათო. აბა რა არის დათო? კერესა, მოდი ჯერ ის კლასიკა. ნიკოლა ხორცპროდუქტები. დედა. ნიკოლა. რა იყო ეს თუ ჩემია თუ რა დაგირიგოთ თქვენ? თქვენი არ როგორ გადაიღეთ რა მაგდეთ. უდელი ხორც პროდუქტი რა თქმა უნდა. ნახეთ, ამდენი ხორცპროდუქტი, როცა თქვენ მეგობარი გყავთ, ზედმეტი ხორცპროდუქტი არასოდეს არ არის. ხომაგი ლაპარაკ. და რა ლამაზია და რა სერიოზული. კალათაც ალდი კალათაც. ალათაც მაჩუქეთ? ხო. აჰა. ალათა სად მუშაობდით აქამდე როგორ ჩაეჭიდა? არავის ამ ხელა საჩუქარი არავის ჩემს არ გავუყურებია. ეს არის კომაგი. აგრეთვე ნიკოლა. ასევე ნიკოლა ხორცპროდუქტების საჩუქარი. ეს არის მაისური. მე რა კომაგის ლამაზია. ბრენდირებით ძალიან. ეს უმაგიჭირავს რო ამოატრიალე მე კაცო დამანახე ერთი რა წელი. ესეც იაპონური ხო არა რომ ვერ წავიკე. ორმაგად უგრო შეგინდან სამოტრიალები. საკომაგოთ რო წახოთ შეგიძლიათ სვათიშვილი ჩემი შუათანა შვილი არის ძალიან მაგარი კულინარი. რამხელები რამხელა 14 წლის რეზიკო. აი სულ სამზარეულოში დგას და რაღაცებს აკეთებს. მაგარია. რაღაცა აქ ეს ნიჭი აშკარად და ნახო. კულინარული? ხა. ვინმე ყავს? რა კაი ქუდია. ვინმე ყავს სახში? ვინმე ყავს სახში ჭამის ნიჭი რო კონდეს თუ ყველას გვიყვარს ჭამა ძალიან გვიყვარს. ეს არის სპეციალური კომაგებისთვის გამოვიდა ეს. ხომაგი. კომაგი. ამას რაღაცის კომაგობის დროს მიირთმევთ დიდი შანსი აქვს თქვენ გუნდს რო გაიმარჯვოს. უიმედე. რეზიკოს უყურს ფეხბურთი. ძალიან. და მაშინ უცოცხლო ფეხბურთელია საერთოდ მისი ძმა სანდრო არის ფეხბურთელი. აჰა, მე ეხა ამას რო წერთ. აი მაშინ ნახეთ 2 კომაგს გაგატანთ. ერთი რეზიკოს, ერთი. ხო, ერთი. ხო, ეს ბავარიულია, მაგრამ ხომა. შეგიცვალა. ოღონდ რამე შეგეშალოს ეს. არ გაპატიებს არ მეწამია, მაგრამ კი არ ვთქვი დათო. კი, რა. სანამამანა. ქალბატონებმა ეხა დღეს ხო ამას წერთ. ზეგ არის საქართველოს ნაკრების თამაში. ეს რა ჭამო თუ გავაკეთო? ას მაისურ ჩავიცვა უეჭველი. ხო, ესენი შეაპიწყინონ რეზიკო. უყურს. და სანდროს გაუყოს. და ბაბუამის რეზოს. კი და თუ ბატონო. მოვიგეთ, ვიტყვით რომ თქვენი და კომაგის დამსახურებაა. არაფერს შუაში სპორტსმენები მუშა დღეს რო არის კალათბურთი დღეს არის. დღეს შეკითხვას? ხო, ერთი დღეს უნდა მოვასწრო, ერთი დღეს ერთი ზე. ერთი დღეს. კაი, მოდი იქით გადავდე ხომ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი ესე არავით არ თავდება საჩუქრები. ჩვენ კიდე გვაქვს საჩუქარი დათო. ეს რა არის? ესე იგი. ეს არის ელიტის და ონორის საჩუქრები, ონორი არის ესეთი ბრენდი, რომელიც ძალიან კარგ ტექნიკას უშვებს და ელიტში შეგიძლიათ მომდანი და შეიძინოთ. ეს არის უსადენო ყურსასმენი. უი, გადასარევი. უსადენო ყურსასმენი კარგი სმენის ადამიანების. ძალიან მიყვარს. აკარგი სლოგანია. ბავშვობიდან მღერის სმენა. პოლონეთის ტელევიზიაში 9 წლის ასაკში მოხვდა საქართველოსთან იმათვის სპეციალურად გამოუშვა. გადასარევი. ფანტასტიკური. სმენები, რომლებსაც ახლა სხვები წყიდულობ. ეს არის ხო არის ჭკვიანი საათი. ეს არის ძალიან ჭკვიანი. ბრძენი. ამ საათმა იმისგან ნიჭიერი. ამ საათმა იმისგან განსხვავებით ხელოვნური ინტელექტის გაწოდება იცის რომელ წელს პოლონეთის ტელევიზიაში ღეროდა იმასო. იცის? მაჩვენე. შეიძლება არ თქვას ასე. ისე ვერი პირდაპირ, მაგრამ მიგანიშნე. გულში ძალიან ორიდებულია. მაგრამ ყველაფერი არ უყვარს, ხო? პულს დაგითვლით, რამდენს დადიხართ, დაგითვლით, როგორ გძინავთ. რამდენი საათი ღრმა ძილით, რამდენი საათი შფოთვით. ესო დავაპროგრამო ასე, და დილით ნიჩო. ზოგადად რომელი საათია მაგასაც? აქვს რა ვიცი. და დღესაც წერს, ხედავ? დღეს არის. ვაიმე, სადაც წელსაც კვირის დღეს, თვეს, ყველაფერს წერს. ეს ამინდი, მოსავალი, რა ამინდი. არ რეკავს, ტელეფონი არ არის?
არა, ტელეფონს უკავშირდება თვითონ. ხო, ეგ აქ ხო? ძალიან კაი. მაგრამ დაგირეკავენ ეს გეუბნება რომ იცი ირმა გირეკავენ და მოდი თუ გინდა აიღე ყურმილი ან მეტყვი რომ გასული ხარ მოდით აქ დააჭირე და ხმას გამოურთავ რომ არ შეგაწუხო ან გაუთიშე აქედან შემიძლია ეს ყოფილა რაც ყოფილა ძალიან დიდი მადლობა მადლობა ვიქტორ დაიყავით ჩვენთან სტუმრად წარმატებებს გისურვებთ დიდხანს ველოდი თქვენ განმოპატიჟებას და ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყირო დამპატიჟებთ აგრეთვე გაგვიხარდა ძალიან რომ გამხუნძლეთ ამ სიყვარულით რატო არ გეძახდით იცი გადაცემაში თქვენ რო ქონდათ გადაცემა არ თქვენ არ დაგიძახიეთ მიხუმრეთ მაიმობთ ხო მართლა თქვენ დაპატიჟეთ მადლობა მოკლედ ამით მადლობა თქვენ ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია გადავდივართ მომდევნო ბლოგზე ვიწყებ სელფის რუბრიკას ზარი ახლობელთან ვაუ სათავრიც მოუპიქა ხო და მე დაურეკე შენც დარეკე მახსოვს ნიკოს დაურეკე ის არ მახსოვს მაგრამ დარეკავდა ის ისეთი კაცო ამის ძმა რომ მოდიოდა ფხიზელი ო შენ დოს მე დავშინე ნიკოს ვილაპარაკოთ ხო ვილაპარაკოთ ეს ზარი ახლობელთან მე დავარეკე არა ზარი ახლობელთან ვილაპარაკოთ ხო ხო და მე გადავწყვიტე რომ ჩემი ჯერია და ზეგთან დავრეკო ზურასთან ზურას ორამელაშვილი იქნება ხაზზე თუ აიღო ამასიანთ ვიღაცამ დადო Facebook-ზე სურათი ეს ვინ არის აიღო ზეგვი ახალგაზრდა ზეგვი მან სანკანის დროინდელი ბატონო 100 ევრო როგორ ახარ ბატონო 100 ევრო შეგეიდაცო შეგეიდაცო რა გადაცემიდან გირეკავ ой, через это я через не тазацвали матриарчадори. ის არის რა ქვია კაცო დაავწავრო და უსასრულებელი მაჩუკეს ანუ ეს ბუნწოსის რაღაცა პირველად ერთად საჭექარო და მიკეთია რაღაცა ნაცნობასავით გამოდის რა აჰა აი კარგამბებში და კარგი ამბები მოგესმინოს იკომ მოგიკითხა ჯანელა მოგიკითხა და დათო მოგიკითხა შემოგევლეთ თქვენი ჭირება თქვენ შემგურებს ხალხი მღერის თო შემგანად დათოს არ ესმის და გაოგნებული იყურება აქეთ არა მესმის ლაბაძეს როგორ ახარ როგორ ზეგვი როგორ ახარ ბიჭო მაგრამ ვიყავ იმდრე და რა სამწუხაროდ სამწუხარო ამბი გამოვერიყავ მაგრამ შენი გამიჟილე ნახე შენი მონახე ქაბაბზე იყო ზეგვი კი ჩამიგდა კი ბიჭო ადამიანი ხო როგორ მოგეწონა ზეგვი ნამდვილი ქაბაბი ჭეშმარიტი ქაბაბი მე მოვიდა შენი სპატკო ხო და ჩემი ძმა კი არა ქაბაბი მითხარი როგორ იყო ჩემი ძმა ვიცი რომ ანგელოზი ვიტყა ხოდა როგორ მოგეწონა ხარი მაგრამ ხოდა ნამდვილად და კითხოდა როგორ გასინჯეოდა როგორ გავსინჯე მეთქი და მეთქი ძმა აი ტომატში მეთქი არ ჩამიწვია ისე გავსინჯე გემოეთი თამაში მეთქი და ვაში გენასორი შეფსოდრია ქაბაბი ესე ვა ხმაც როგორ მიამსგავსა კარგი მარადია დავინახე ჩემი ძმა არა მაგარი დამუღამებული ქონი ლაბაძის პაროდიას თუ მე გავაკეთებდა ზეგვი ის გაიხსენე რა თელავში რესტორანში რო წაგვიყვანე მაგარი რესტორანიაო მაგარი ქართული კერძებიაო მე რო ბოზბაში ამაღებია იმას ჭიხითმა შერა შეუკვეთე ესე უკვეთა ამაში უკვე და კარბონარა თუ რაღაც ჩვენ გვაჭამა მიხირთვა და ბოსტა შენო გვირჩიე თქო რა არის კარგი თქო და ამას ჭიხირთვა ურჩია მე ბოსბაში და თვითონ ჩუმად უთხრა მიმტანს რომ მე კარბონარა ხელავში მოედანზე ხო ნადი კვარტალი ხო რა გაიხარე ზურაჯან გენაცვალე თქვენ რა თქვენ ზიგერებს ხალხი მღერის აბა მეკნება მიდი დავაი ჩიგარი
მექნება რამე გამოვიდა. ეხლა ხო უკვე ხვდები რომ ის 10 ლარის გავაკეთოთ. აუ ძალიან მაგარია რა მაგას უხმარო. 10 ლარის გავაკეთოთ. ხო. ეს იყო ჩვენი რუბრიკა ვილაპარაკოთ, სელფის რუბრიკა ვილაპარაკოთ. ზარი ახლობელთან დაიყო და აი მაგრამ დაარქვა. ზარი ახლობელ. გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე. ვიწყებთ ევროკრედიტის რუბრიკა. შეგახსენეთ, ევროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის სულისკვეთება ბარიერების გარეშე. ტრადიციულად მას აქვს ბიზნეს სესხი და ავტოს სესხი და ამჯერად აქვს აქცია ავტოს სესხზე, რაც გულისხმობს სესხს ავტომობილისთვის ან ავტომობილის უზრუნველყოფით. არის ორთვიანი საშეღავთო პერიოდი. ანუ სექტემბერში თუ აიღებთ სესხს, პირველი შენატანი გიწევთ ნოემბერში. აჰა. გასაგებია? კი. კი, გადამოცემის უნარი გაქვს. მადლობთ. გადმოცემის უნარი აქვს 10 წუთი აზდაპირებიებთ. არა, სხვადასხვა ერთი თქმით ისწავლა. ერთი თქმით ისწავლა? კი. ჩემი გიგა. აი, ეხლა მეხსიერება რომ შევამოწმოთ ერთმანეთს. ხო. მოდი ფილმებში მონაკვეთები, სადაც ფული ფიგურირებს. ფულზე არის საუბარი. საუბარი თუ ფული ჩანს? ჩანს. საუბარი სხვა. არა, ჩანს. შეუმიდმანი. არის საუბარი, იქ არ ჩანს ფული. არა, საუბარიც იყოს რა. არა. როგორც თქვენ გადაწყვეტთ. ჩანს. არა, საუბარიც იყოს. არა, კადრში უნდა ჩანდეს ფული. არ აი, იყოს. მე საუბარიც რო იყოს, ისეთებსაც ვიტყვი. არა. ჩანს. ეგრევე მოსპოთ ამაში. კაი, ვინ იწყებს? დათო. დათო იწყებს. დიდი დათო დაიწყე. ანუ სადაც ჩანს იმას თამაში. ხო, სადაც ფული ჩანს. კაი, იმისათვის რომ ვინმე არ გავარდეს ძალიან სწრაფად და ტირილი არ დაიწყოს, გვაქვს საშეღავათო პერიოდი. ერთხელ ევროკრედიტს თუ იტყვი, ჩაგეთულებ. ერთ წელს ტოვებ რა, ხო, შეგიძლია გამოტო. აჰა. არ ვარ. ეხლა თქვა ევროკრედიტი რო თქვა, ნოემბერში მიწევს მე კინოს. არა, ერთ წელს გამოტოვებ რა. ერთ წელს გამოტო. და მეორეჯერ რო თქვა, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და მერე შე. ერთხელ თუ ისეთ ეპიზოდს გაიხსენეთ, სადაც ფულიც არის და მანქანაც ერთდროულად. მაშინ თქვენ მოგენიჭებათ საპატიო ზესტაფონელის საპატიო ზესტაფონში გამოვლენის. გაიწყე. თუ გინდა პირდაპირ ევროკრედიტი თქვი პირველი. მე დავიწყებ. ფული უნდა ჩანდეს? ხო. მომენტი როცა ფული ჩანს ფილმში. ქართული ფილმი როა. მე სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ მოყევი. ესე რომ დაუდევს ფულს და ისე დაადევს. 20-ია. უძინართა მზე. კი ბატონო. ჩანს ესე და 20-ია. ნუ უთხრა ხელს ისე მოყვა. მიდი. ისა ქართოფილმებს გავაგზელებ დათა თუთაჩხია ფული ბაბა. ხო, ბევრი ფული. კისარო უჭირავს კი ბატონო. მე მინდოდა მაგისი თქმა. ვიცოდი. მან სხვა მომენტი შეგილია თქვა. მან კრედიტი. ვიდა გამოგატოვებინეთ. მანდვე არის ხუთმანეთად ფოთის პოლიცმაისტერი გაიხ. მაგრამ ეგ ლაპარაკია, არ დამიჭირე მხარი. ესე კი არის ახის ხუთმანეთი. ერთი წამი რა. და მაგას რო ამბობს, ქისა უჭირავს და ფულებს იმაშვება. ქისა. ფულები უჭირავს ხელს. იქაც კისა არის ბაბა ფული. არა, იქ აღოდის ფული უჭირავს. არა, ქისას არა, იქ მონეტა ხელზე მოაქვს ოქროს მონეტები და იძახის ფული დიდი. ოქროსი არ ამგონია, მაგრამ რაღაცა მონეტა. ჩაითვალა იმას თუ არა? არა. მაშინ ევროპული არ ჩანს. მაშინ ევროპული. აი, მანდვე რა დათა თუთაშხიაში. 5 მას რო დაუდევს და ეს რო ესურის და რო აყრის იმ ხურდებს. გაიხადე კი. კი, სორია. მერე გადის და მერე მოდის ფული. კი. კარგი. მაშინ თუ ერთ და იგივე ფილმებში ვწია და იქვე უძინართა მზეში ეს ხმაწვილი ახალგაზრდა პერსონაჟი რომ მიდის სახში უნდა რომ დაიფიცოს რომ ეს ფული. კი, აუ მეც ეგ მომენტი გამახსენდა ხო. ესე დაადებს, ქვას დაადებს. გამოვედა, ვა, ფული. კარგი, მე გადავალ ჰოლივუდში. გახსიზაო. თქვენის ნებართვით. კი ბატონო. კრისტოფერ ნოლანის ბეტმენში ძალიან ბევრ ფულს რო წვავს ჯოკერი. კი ბატონო. დაწვაზე არ შეიძლება.
ნადგურდება. Sorry. ჯანე ფულის დაწვაზე მეც გამახსენდა. მიდი. არის ესეთი სერიალი პატივცემულ პაბლო ესკობარზე. იქ არის მიმალუაში არის შვილთან ერთად და ფულს წვავს რო გათბეს. არის კი ბატონო. უი, კაი გამახსენე. მე ისევ ქართულ კინემატოგრაფიას დაუბრუნდები და იმერულ ესკიზებში 80 კაპიკი და კიდო მანათი რო იდგარი. ვა, ჯიგარი. აუ, რა მე რა იცი ერთ ფილმს თუ ნახულობ კაპიტალურად უყურებ. უძინართ ამზეში ეს ხმაწვილი ამ ფულს რო აიღებს ჯიბეზე სახში მინდეს ამოიღებს და ანუ ერთ და იგივე ფულზე გველაპარაკებს. ეს კუპიურაზე. გაატანია სტური. ვინც მეტყვის რო არა არა. ფულის დაწვაზე გამახსენდა. ესეთი ფილმი არის ჩვენ ბავშვობაში იყო ყოველ შემთხვევაში ისა. თასვლელი. სტალონე რო თამაშობს. კი ფული რო ჩამოვარდება თვითნავიდან და რო ცივად და ეგ და იგივენერად თბები. გოგონა კი, წვავენ. ბევრი ფილმშია ფულს რო თბებიან და გავიხსენოთ, მოდი ყველა. კარგი, მაშინ იყოს სესხბანკში წავიდა იქ ფული არ უჭირავს ღეში. ხელფასები არისო და არაო. არა. არც მან. უწყისები აქვს. მაშინ 5 4 3 აბა კიდე თქვი ევროკრედიტი. 2 აი, სერენადაში რო სვამენ. აი, ფულს აძლევს იმას, სანამ ლოდებს გამოუტან. არაცრუს. არ ჩანს ეგრე. ეგრევე მოდის. მაშინ გავვარდი. Breaking Bad-ში ის გამახსენდა ბანკომატი, მაგრამ ფული არ ჩანს, ვერ აღებენ იმ ბანკომატს. Breaking Bad-ში ისტორიული კადრი ის დაცვა რო ყავს დიდი რო არის ძალიან და ფულზე რო დაწובה გარაში და ცოტა ხანი დავწვევიო და რო წევს ზემოთ. ყველაზე ცნობილი კადრი არის ალბათ ერთ-ერთი. მე დათოს მივეხმარებ. თვითონ ხომ მოიგო. ეხლა მიეხმარებით რა უთხარი ევროკრედიტი თქვას. არა გამახსენე უძინართ ამზეში ძირს რო დადებს ფულს და ქვას და ეგ თქვი უკვე იმ ფულს თავიდან ბოლომდე მიუყევი რო აიღეს მე რო გაი უძინართ ამზეში ამ ფულს რო ინაწილებენ ეს იძახის რაღაცა 10 მე მინდაო თუ გინდათ თუ არა და გადაუდებენ ანუ ქვაზე დადების წინასწე ხა ისიც თქვი მე თქვენ გინდათ ჩემი ფულები არა უნდა ჩანდეს. გვინდა ჩემი ფულები სხვა რაღაცაზე აჩვენებს იქ პერსონაჟი. სულ სხვა რამეზე არის აქცენტაში. კაი, შენი თქმა არა. ჩემი თქმა არის კი ბატონო. ერთმა კინომ რამ ხელაზე გამწია. მე რო ხა 5 კინო მქონდეს. ვინ არის შენი მომგე? ისა აუ ის ფეუბნები. მიდი. ტრანსფორმერები პირველი. მე რომედია შია ლებეფი და мама მანქანის საყიდლად. და სადაც ყიდულობენ იმ ყვითელ მანქანას, რომელიც მე რობოტდება. ფულს აძლევს? აბა. მაგრამ მე მგონი ბარათით იხდის. ბარათით იხდის. არა, არ არის ბარათი ის არის. ჩეშითა. დილერი არის. კაი, Ocean 11-ში ფული რო ჩადმის საცავში რო ჩავლენ და რომ მოაქვს ფული. აჰა. და ეს აღარა ყავს. ძალიან ბევრი. მე დათოს ვეხმარები, დათოს ჯერი. შენ ჯერი. მიდი ჩქარჩქარა ეხა ტემპი უნდა. დათო აი ეს ბიჭი და გოგო ფულს რო გაიყოფენ რაღაც ნახევარი კუპიური ერთს. ბიჭი და გოგო ფულს რო გაი. მე თვითონ როგორ არ გამახსენე. და მე რო გახევენ შუაზე. ესენი გასაგდებია. აი ესენი ამ თამაშს არ უნდა თამაშობ. თოვლში რო პოულობენ მე ერთმანეთს რო წერს ყინულის მოედანს. რა კინოს ყვება? ან ეს რაზე ეთანხმება გამოგები? ფოტოშოპი ვიცი ეკინო. თვითონ კინო არა მაქვს ნანახმა. ეს სერენდიპიტი, ესე ქვია. კარგია. შენ ხარ ეხა. კარგია. თქვი ეგ სცენა რა გინდა? უცხებს შუაზე, სერენდიპიტი. ვიცი რა თუ გაჩერდება ვიდი თქვენ ჩქარჩქარა. ვოლსტრიტის ბგელი. ვოლსტრიტის გელი, კი ბატონო. ეს ფული არის. არა, ესე ჩანს სადმე ფულს. ყველგან. სექსუალურ სცენებშიც, არასექსუალურშიც, რანსურშიც, მაიმნობაშიც. კარგი, სექსუალურებით შეიძლებოდა.
ედი მერფი რო თამაშობს 2 მილიონერი რო დანისლავდება $1 და $1 შეაძლევენ. დათო გაგახსენო? კარგი. ესა მაგარი გამახსენე. პირველ მერცხალში. პირველ მერცხალში კი ესე რო ფულზე თამაშობ ეს რო ითვლი. ესე რო ითვლის კოღოს რო ითვლი. ქართულ ფილმების პოტენციალი ნახე რა. ედი მერფი რო თამაშობს, გასეირნება ამერიკაში ზუსტად მაგორ ტიპს რო უკან ჩაუდგეს. კი ბატონო. ლაბაც მაგარი გამახსენდა შენ. და ძველ ცხოვრებაში უბრუნდებით რომ ისახი. დენზელ ვაშინგტონი რო ბოროტი პოლიციელია და ვიღაცის სახში რო შევლენ და მიწიდან რო ფულს ამოიღებენ. მე ახალგაზრდა ის რო ყავს. ის ტრეინინგ დეი. დათო, კაცების კინოურში შერო ზანგს ფულს აძლევ. რა გახსენა? კლასიკა შა. კორექტული რო ვიყო, ფერატკანიან მოხუცს რო ვაძლევ ინფორმაციის სანაცვლოდ კუპიურებს $1. შენ გეცოდე ჩაეცად კაია რა ქართულები გამომაცური ევროკრედიტი. ევროკრედიტი ეთიცამ მიმინოში ჩაი რა ღირს აუ დაჩინინა და ავა და ათკამი გასწორდეს აძინ ჩაის დაჩინინა და დათო კიდე ერთი მაქვს შენთვის. აუ ამაზე მოიგე უკვე ეგ შეიძლება რომ დამთავრდება გადაცემა მე მომიყო არა, იქნება აქვს დამატება. არა ახო მიდი კისელი? არა, აი ხა გარნახობს არ შეიძლება. არ შეიძლება. აი, წააგო, მე გამახსენე. Game of Thrones-ში არიას რომ ისცემს ის რაღაც მონეტას, რომელიც ფულზე ძვირია და მე რომ გადაიყვანს. ხო, ფული კი არ არის. ფულზე ძვირია. ეგეთ რაღაცებს შეიძლება, თორემ მასე ის გამახსენდა გასვალი. რა ქვია? არ არის ფული ისა? არა. კარგი, მაშინ იმაში რა ქვია? ჰობიტებში რო შევლენ და მონეტები რო ყრია ბევრი. ხო და იქ გამახსენდა ხო ფული. ეხა ჯერ. დათო, კაცების კინოურში იმას რომ €0-იანი ქონდა. კაცების კინო. შენ თვითონ რატო არის? ნოლევროიანი რო გააცრე. ოხ, საკუთარი თავით თუ მომიგებდა. ეხა შემიცხე ევროკრედიტი. არა მე გამისია. იმის ჯერია. აუ. არა, ესე ხა უკვე აღარ გამახსენდება? მე რა ვიცი. მეხუთე ელემენტი არ არის, ფული არ არის. არც არმაგედონში. არც არმაგედონში არ არის. არმაგედონში არის ფული. ის სტრიპტიზერები რო ცეკვავენ და ეს რო ფულს აძლევს. რაც გინახავს ვეღარ ნახავში. სოფიკო ჭეურელის პერსონაჟი ბაბუამის შეუცდება, რომ ფული მომეცეს კაპუნები უნდა ვიყიდო და ის ერთ უზალთულს მიწევს. უზალთული წაგება არ მინდა. და მორბის ამ კაპუნები. პაპი მიყიდა კაპუნები. ხო, ეგ არის. ვაა. იფიქრე ჩანერდა. იფიქრე თორე დაწეული. გეტყვი, მოვიფიქრე. შეინახე ჯერ იმის ჯერია? გინდა ერთი იმას მივეხმარო. კაკაბას? როგორ არ ეგ რა მიხმარებაა. ეგ არის დათული. ეგ არის ხალხი. დათული სახალხი. ზურგში. აქამდე რატომ მომფათრიე? სუჩი დამაჩაგერთხა. აუ ხო. თვითმფრინავიდან ვერტფრენი და რო ფულები ეგ ცნობილი. კი, იგივე ჩელენტანო. პრინცესა რომ მოყავს ცოლად ფულებს რო აყრია. ფულებს რო აყრის მთელი ქალაქი. კი, მაშინ ქალაქი ნამეტანია, მაგრამ ქალაქი რომი თუ არ არის ქალაქი? არა, ქუჩა აყრის ფულებს. არ ვიცი, აი აღარ მოხსოვს. ეს ყოველ შორის ორ ქულაში უნდა ჩამთოდა, იმიტომ რომ ფულებს რო ყრიან, ესენი მანქანაში ზიან. სხვათა შორის. იმაში რომაულ არდედეგებში რო ფულს ესესხება ძმაკაც. ფოტოგრაფს რო ეუნება რომ მაგარ ფოტოებს გადავიღებთ და ეხლა ამდენი მომეციე რომ ეს გოგონა ვატარო. აჰა. რა გინდა?
გითხრა? რატო პირველ მერცხალში ქალები როცა ეკვავენ კანკანს, იქ არ უკუჭავენ ფულებს? რაში? არ მახსოვს. რაში? პირველ მერცხალში. არა, პირველ მერცხალში всё წაგე? ერთი წამი მე ევროპელეთის თქმა შემიძლია. აუ, ამას არ გამოუყენებია. პაპანდოპულოს რო ფულები აქვს წაღებული. მოგტა პაპანდოპულოს, მოგტა. მიდი, ან ევროპელეთი, ან ფილმი. აუ, მაგარი ფილმი გამახსენე. მიდი უცებ, თქვი? მაშინ ევროკრედიტი თქვი. ევროკრედიტი. კარგი, ტერმინალში ტომ ჰენქსი რო ხურდებს და აგროვებს და რო დადებს ბურგერს რო ყიდულობს. რატო აფონიაში 3 რუბლიაო. ხო, აფონიაში. მანდი ყვირის და არა. როცტვინიკ. არ არის იქ, მე ყვირის და ფული არ ჩანს. ფული არ ჩანს? 1 2 3 4 და 5. წააგე. 7. გავიმარჯვე ისე რომ არ ველოდი. აუ, არა და გახსენებული მქონდა თითქოს. ხო და რა დაგავიწყე იმ. თითქმის გახსენებული. მაგდანას ლურჯაში. ასოები გახსოვდა. მაგდანას ლურჯაში. იქ ვირია, ფული სად არის? არა, ეს ფული რო კონდეს. მაწოს ხო ყიდის. მე ეგრე. ეგრე ისა. ტრანზაქცია არ ჩანს. პირდაპირ მესიჯი მოდი. ირაკლის. მოიგო. მოიგო, კი, ჯიგარი. თან ისე რომ არც ერთი აღარ მქონდა დარჩენილი. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის. ოპა.